ზოგადად კვლევა ნებისმიერი საკითხის განსაკუთრებით ჰუმანიტარულ სფეროში შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს, ხო? და შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ უფრო სხვადასხვანაირი მოსაზრებები მოვისმინოთ ვაჟას შემოქმედების შესახებ. ამიტომ ამაზე ესეთი ცალსახა პასუხი ალბათ არ არსებობს, თუმცა თუ ვისაუბრებთ თამაზ ჩხენკელზე, როგორც ვაჟას მკვლევარზე, აქ უნდა ვთქვათ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო თუ ყველაზე უკეთესი არა ლიტერატურის კრიტიკოსია, ვისაც კი ვაჟაზე ზოგადად რაიმე დაუწერია. ეს მისი საკვლევი თემა იყო, იმიტომ რომ თამაზ ჩხენკელი საოცარი მთარგმნელის გარდა იყო ასევე საოცარი და პირველ რიგში იყო საოცარი ლიტერატურის კრიტიკოსი და მისი დისერტაციის თემა იყო ვაჟას შემოქმედება, ის სწორედ ამ მითოსური ცვლილებების საწყისებს იკვლევდა ვაჟას შემოქმედებაში და აი ამ კვლევას დაეფუძნა შემდეგში ჩვენ მიერ გამოცემული წიგნის მეორე ნაწილი, მეორე უფრო მოზრდილი ნაწილი, რომელსაც ქვია ტრაგიკული ნიღბები. და ამასთან ერთად არის კრებულში გაერთიანებული წერილები ვაჟაზე, ამ სათაურით, ასე ვთქვათ, პირველი ნაწილი, რომელშიც არის რამდენიმე ის წერილი, რომლებსაც როგორც თქვენ ასევე აღნიშნეთ, თამაზ ჩხენკელი წლების განმავლობაში აქვეყნებდა ვაჟას შესახებ. ესე რომ როგორც ვთქვით, ესე იგი ორი ნაწილისგან შედგება ეს კრებული, გამოიცა სერიაში, რომელსაც ქვია ინტელექტის სკოლას და იმთავითვე ასე ვთქვათ განსაზღვრულია წიგნის სამიზნე აუდიტორია, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის შემოსაზღვრული მხოლოდ სკოლით. წიგნი დაინტერესებს ნებისმიერს, ვისაც ვაჟა-ფშაველა უყვარს, ვისაც უნდა რომ მისი შემოქმედების შესახებ ძალიან ღრმა ფილოსოფიური იმ დროისთვის, როცა ეს იწერებოდა ახალი ხედვა წაიკითხოს და რა თქმა უნდა, კარგია თუ ეს უკვე სკოლის პერიოდში დაიწყება და სკოლაში სწავლისასვე გაეცნობიან ბავშვები ვაჟას, მოსწავლეები ვაჟას შესახებ დაწერილ ჩხენკელის წერილებს, თუმცა არც შემდეგ არის, რა თქმა უნდა, გვიან და ნამდვილად ძალიან დიდი საჩუქარია ეს წიგნი ზოგადად აი ამ სფეროსთვის, რასაც ლიტერატურის კრიტიკა ჰქვია და ყველასთვის, ვისაც ზოგადად ლიტერატურა აინტერესებს. გონცა რა ცვლილება განეცადა წიგნმა ახალ გამოცემაში, აი ძველიდან ახლამდე თანმიმდევრობა დაუშვათ ამ წერილების შეცვლილად და მისმა ქალიშვილმა შეადგინა წიგნი ნათია ჩხენკელმა. ესე იგი მშვენიერი მძლევარს თუ შევადარებთ, ეს მშვენიერი მძლევარი როგორც ერთ-ერთი წერილი ამ წიგნშიც არის შესული, უბრალოდ წიგნს მისი სხვა წერილის სახელი დაერქვა ვაჟა მომავლის პოეტი და ეს სიმბოლურიც არის იმ მხრივ, რომ მაშინაც როცა ჩხენკელი ამ ვაჟას შესახებ წერილებს წერდა, მაშინაც ვაჟა იყო მომავლის პოეტი და ახლაც ვაჟა არის მომავლის პოეტი და ის ჩემი ღრმა წნენით ყოველთვის იქნება იმაზე უფრო წინ, ვიდრე შეიძლება საზოგადოება იყოს, ეს არის მისი რაღაც სწორედ მისი გენიალურობის საიდუმლო, იმიტომ რომ არ ამოიწურება ის საკითხი, თქვათ ეს იქნება მსოფლიო ლიტერატურასთან მიმართებით რაღაც ინტერტექსტებთან, მითოსურ არქეტიპებთან თუ ზოგადად ჰუმანიზმთან მიმართებით, აი იმდენად დიდი და ფართოა და იმდენად მრავლის მომცველია მისი შემოქმედება და იმდენად ახალია მისი დროისთვისაც და ჩვენთვისაც გასააზრებლად, რომ ეს სახელი, ამ წიგნის სახელი ბევრი წლის შემდეგაც არ დაკარგავს ჩემი აზრით აქტუალობას. განსხვავება შემდეგია, რომ ეს ცალკე წიგნი იყო ტრაგიკული ნიღბები, რომელიც 1971 წელს გამოიცა და ეს წიგნი შესული არის ჩვენ მიერ გამოცემულ წიგნში და კიდევ შესულია რამდენიმე სხვა წერილიც, რომელიც სხვადასხვა დროს პერიოდიკაში იბეჭდებოდა. და მაშინაც იმ კრებულში, რომელსაც მშვენიერი მძლევარი ერქვა, იქაც დაიბეჭდა. თუმცა ეს უკვე ახალი გამოცემაა, ასე ვთქვათ, რომელიც გამომცემლის და მისი
შვილის ამ შემთხვევაში ნადია ჩხენკელის მიერ არის შედგენილი და გამოცემული. ეს ახალი წერილები, რომლებიც ახსენეთ, ბოლო პერიოდის წერილებია. გრძელდება თუ არა მისი პოეზიის კვლევა, თუნდაც მისი რამდენიმე წერილი, ასე რაღაც რო დავყოთ საბჭოთა პერიოდის შემდეგაც არის დაწერილი, მაგრამ მან ყველაზე მთავარი არის ის, რომ რატომ იყო მისი 70-იანი წლებისთვის რატომ იყო მისი ტრაგიკული ნიღბები ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი, იმიტომ რომ მანამდე ვაჟას გააზრება იყო ძალიან, ასე ვთქვათ, დავიწროვებული. ჩვენ ვიცით, რომ 1924 წელს დახვრიტეს ვაჟას შვილი ლევანი, რომელიც ქაქუცას შეფიცულთა რაზმში იყო და მაგის შემდეგ განსაკუთრებით იყო სავარაუდოდ ესეთი ზემოდან წამოსული დირექტივა, რომლის მიხედვითაც ვაჟას შემოქმედება უნდა ხილულიყო როგორც პრიმიტივისტი ავტორის, ბუნების მგოსნის და არა იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ვაჟას უნდა მოიხსენიებდეთ, ხო? პირველი არ ყოფილა ცხადია თამაშ ჩხენკელი, რომელმაც ზოგადად ვაჟას შემოქმედების ესეთ მითოსურობაზე და არქეტიპულობაზე გამახვილა ყურადღება სხვათა შორის პირველად შეიძლება ილია მივიჩნიოთ, რომელიც 1911 წელს თამაშ ჩხენკელს აქვს ამ წიგნში ამის შესახებ ინფორმაცია, როგორ წერდა ილია ჭავჭავაძე ვაჟას ფაქტობრივად გამოჩენისთანავე არა, მაგრამ მალევე მის შესახებ იმას, რომ ეს როგორ აკავშირებდა მის შემოქმედებას მითოსურობას, ხო? და თამაშ ჩხენკელის შემთხვევაში ეს არის შედარება მისი ძიება ვაჟას შემოქმედებაში აი ამ არქეტიპების, ისეთი არქეტიპების, რომლებიც საერთოა, ხო? არა მხოლოდ ქართული მითოსისთვის და ამ შემთხვევაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მითოსისთვის, რომელიც ძალიან ბუნებრივი და რომელთანაც შეზრდილი იყო ვაჟა ბავშვობიდანვე, არამედ ვთქვათ იგივე ეგვიპტური მითოსი შეიძლება ვახსენოთ, ოსირისი არის ერთ-ერთი მაგალითი ამის, დიონისე, რომლებიც აღდგენას, ხელახლა დაბადებას განასახიერებენ. და ეს ხელახლა დაბადება და ეგრეთ წოდებული ფერისცვალება და რაღაცა სხვა განზომილებაში გადასვლა ხდება სწორედ ახალი ცოდნის მიღებით, როდესაც ვაჟა ფშაველას გმირები, მისი ყველაზე დიდი და გენიალური პოემების გმირები, თავიანთ ცხოვრებაში რაღაც ფაქტს ეჯახებიან, რაღაცას გადაიტანენ და ეს სხვადასხვა რაღაც შეიძლება იყოს, რომელიც მათ ისეთი ცოდნით ხდება მათი აღჭურვა, რომლის შემდეგაც ისინი იცვლებიან და ისინი მიუღებლები ხდებიან იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც ეს ტრანსფორმაცია ჯერ არ განუცდია, ხო? და ერთი მაგალითი რომ მოვიყვანო, რომელიც ისეთ ცხადად წარმოაჩენს იმ სიახლეს, რაც დაუშვათ თამაშ ჩხენკელის წიგნში შეიძლება დღესაც შეგხვდეს მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხნის წინ დაიწერა, არის ერთი ესეთი პატარა მაგალითი, რომ როდესაც ალუდა ქეთელაურის სცენას ვხედავთ, მის შერკინებას მუცალთან, ეს თამაშ ჩხენკელი ამის ანალიზს ასე აკეთებს, რომ აქ მუცალია ის, ვინც აფასებს ალუდას ვაჟკაცობას და ბოლოს ეუბნება, რომ ჩემი იარაღი შენ გქონდეს, სხვის ხელში არ ჩავარდეს, მაგრამ რჯულძაღლს ეძახის მაინც. და ალუდა არის ის, ვინც აი ამის შემდეგ, ამ ფაქტის შემდეგ, ქალივით დაიტირებს მუცალს და ამბობს, რომ იტყოდის ცოდვარიო, ანუ მარჯვენა არ მოჭრა და იტყოდის ცოდვარიო. და ეს ცოდვარიო ხშირად არის ხოლმე გაგებული, რომ მას შეეცოდა მუცალი. სინამდვილეში აი თამაშ ჩხენკელის ინტერპრეტაციაც სწორედ ეს არის, რომ ეს ის კი არ არის, რომ შეეცოდა, ეს არის ის, რომ მან შემდეგ სტრიქონში უკვე არის ეს, ხო, რომ ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო. ეს იმას ნიშნავს, რომ მან მუცალი, რომელიც რჯულძაღლია მანამდე, რომელიც არ არის ქრისტიანი, არ არის მისნაირი, თავისნაირად, თავის თანასწორად მიიჩნია და მისი დაპირისპირებაც თემთან სწორედ ამის გამო, არა იმის გამო, რომ მუცალს ვაჟკაცობა მოუწონა, არამედ იმის გამო, რომ მუცალი მათ თანასწორად მიიჩნია და აი ეს არის ის სწორედ რის გამოც ეს პოემა ასეთი გამორჩეულია და მთლიანად ვაჟას შემოქმედებაც, აი ეს თანასწორობის, აღიარების და უმაღლესი ჰუმანიზმის საფეხური, რასაც ის აჩვენებს.